თითქმის არასდროს არ ვძინავ, თითქმის არასდროს კომფორტი, თითქმის არასდროს კომფორტი არ ვარ. ჯოჯოხეთია. ანუ კი, მე გეთანხმები რომ არის ჯოჯოხეთი და ამ ჯოჯოხეთის ამ ჯოჯოხეთს ემატება კლიმატური ცვლილება, ანუ გადავდივარ ზაფხულის პირობებზე და გაზაფხული ზაფხული, გარეთ წარმოიდგინე ორფოლოში, ეგრეთ წოდებული წყანიში, ანუ ახალი დამყოფი მე მგონი რომ ძნელია რომ უბრალოდ გაიაზრო რა ლაპარაკობს. ჯოჯოხეთისთვის, ან მაგჯარის ჯოჯოხეთისთვის იდეალური ადგილი არის და ანუ აქ ვარ დღე და ღამე მზის გულზე ძიმე ტანსაცმლით, ფორმით, იარაღით. აღჭურვილობით. მებრძეც ისე სული აღჭურვილობით ხარ? ხლიან, მებრძეც არ გადავსულა. მე მაგის შემდეგ ეს წუთნები რომ მიწყება, უცებ ესე იგი რაღაც ჩვენ არავინ არ გვეუბნება, რატომაც რა თქმა უნდა თავის განვითარება აქვს მართლობას მენეჯმენტსაც დაუცვაში. და უცებ ხვდებით რაღაც ფორიაქია, ესე რომ ვთქვა, რაღაც უნდა მოემზადოთ. მიიღეს ახალი ტანსაცმლები, უცებ არ ქონდა ვიღაცას დაუშვათ ფეხსაც ბათინკი ეგრეთ წოდებული, მაგრამ უცებ ყველას ახალი გაუჩნდა. ესე იგი რაღაც მზადება და მე ხვდებით და ვიღაც გვეუბნება, რომ ესე იგი ვიწყებთ მზადებას, ხვალ უნდა წავიდეთ, აი ეგ გაატარეთ, სერჟანტო გაატარე, აქ მარლები წინ დააყენე, ეს იარაღი იმას დააჭერინე რაღაცა და სიმპათიურები წინ, მარლები რაღაცა და რა თქმა უნდა, ფორმაში წინ მოვხდი, სადაც მე ძალიან წუხელი ძერც გიგაური მოკითხვა, ეს მაღალი ბიჭები წინ დაგვაყენეს და ერთსაც გაგაცხოთ, რადგან თვითონ ახსენა ანწუხელიძე, თორემ კი არა ადამიანი, ვინც მას პირადად იცნობდა და როცა თვითონ იქნება მზად და მე და ჩვენ მზად ვიქნებით, ანწუხელიძეს ცალკე ვილაპარაკეთ. და მოკლედ, ინფორმაცია მოდის, რომ ჩვენ მზადებით ამ ჯარში დღემდე შეიძლება იყოს შემორჩენილი პარადისთვის და აღონისთვის. რა თქმა უნდა, ამას იმიტომ ვამბობ, რომ სასაცილო არ არის რა. არა, სამწუხარო დარჩენილია ინაში ის. დარჩენება მე იმიტომ ვახსენებ, რომ მაშინ უფრო იყო ეს ყველაფერი. და მოგეთ დავიწყოთ მზადება აღონისთვის, რაც არ იყო მარტივი. ჩვენ გვეგონა რომ იმ გაჭირვებიდან გადავდიოდით რაღაცა რუსთაველზე წავიყვანდნენ და გაგვატარებდნენ და ეს რუსთაველზე წაყვან აღმოჩნდა რთულია, ანუ ლოჯისტიკურად რთულია. მაშინ ძალიან მასიური იყო ეს აღლუმი. მაშინ იყო აი ჩამოვა მთელი თავდაცვის ძალების, შეერაგული ძალების, დიდი პატარა სუგანი გამხდარი, ყველა ტექნიკა, რაც მუშა, არა მუშა მდგომარეობაში, პერიოდიდან გამოსპეციალურად, მართლა იღებებოდა ხოლმე სპეციალურად. და ჩვენ მოვლენა ეგ რა ის ხო. მანქანის გარეთ ამბავია ხო? ხო, ანუ მე არ ვყურებ მაგას განსაკუთრებით. არა, ჯარისკაცებს მაგაგებული და იღებება რა თქმა უნდა. დავიწყეთ მზადება და რა თქმა უნდა, როგორ ხდება ახლა ძალიან კარგად გამიგებენ ჯარისკაცებს და შეიძლება სხვაგანაც ხდება. ყველა სხვაგანაც გაიგოს. უნდა ვიყოთ რუსთაველზე, მაშინ რუსთაველზე იყო, რუსთაველზე უკვე ბოლო ეტაპი არის, რომ უკვე მან უნდა ჩავიაროთ პარლამენტის წინ, თავისუფლებიდან ჩამოვდივართ ან ამოვდივართ გაჩნია. და ჩვენ მებზადებით სანაპიროზე, ანუ რა ხდება თბილისში იქნება სანაპირო, ჩვენ გავდივართ და რატო ვიძახით, ეს წინა საალბომო მზადება ლოჯისტიკურად იმდენად რთულია, აი ვიღაცა თუ მიდის დღეს და თავად ეგრე და ალბათ ეგრეც უნდა იყოს, რომ გადის პირდაპირ იმ დროს მიდის, რომ დავშა დაიწყება და ვიღაცა ჩაიარა, აი არ არის, ამ ჯარისკაცები ჩვენ ეგრე არ დავდივართ, ეგრე ტექნიკა ეგრე ან ყოველ ეგრე არ ხდება რა და იქ ჩვენ მემზადებით, აი მე როგორც მინიმუმ ერთი თვით ადრე ვიწყებდით ამის მომზადებას, რა თქმა უნდა, ერთის გამოში ყოველ დღე არ ვიყავით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება არ შეგვეწუხებინა, ჩვენ გავდიოდით 6 საათზე, ამ დილის 6 საათზე უნდა ყოფილიყავით სანაპიროზე, ეს სანაპიროს გულისხმობ და აი დღევანდელი იუსტიციის სახლიდან დაახლოებით აი ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე, ანუ თავისუფლების ხო, ანუ ქმით ამოვიდანთან ავდიოდით უკვე მან ფორმირდებოდით, ჯგუფდებოდით და შეიძლება მერქიშვილთან ჩავსულიყავით. მოგე ძალიან დიდი ვის იყო რა, ლოჯისტიკური ხარდაჭერა ჭირდება და თან წარმოიდგინე რამოდენიმე ათასიან სამხედრო მოსამსახურეს, როგორც სამხედრო მოსამსახურეს, ასევე ტექნიკას აქვს შეიარაღება, ანუ ჩვენ გვეჭირა ყველას იარაღი. ანუ იარაღს რა თქმა უნდა ამოცილი აქვს სათავე დამტყმელი ხო ეს ყველაფერი, ანუ ეს იმიტომ კი არა რომ არ გვენდობოს, ეგრეა საჭირო რა თქმა უნდა. მაგრამ ეს წარმოიდგინე წყლიდან დაწყებული, ანუ მარტო ის არის რომ წყალი არის და ვიღაც მოწყობდება თავს, ანუ იქ არის რომ შეიძლება პიროვნება რომ მithumetes გამოუცელი სამხედრო მოსახურე, ვერ ხვდებოდი რომ წყალი საჭიროა, ანუ ბევრი დალიოს რომ რეგული არ წავიდეს და რა თქმა უნდა რეგული წასვლები, წაქცევები, დაღლები, ვიღაც არ იყო ფიზიკურად მზად ამ ყველაფრისთვის და ანუ
დაახლოებით სამჯერ გვიწევდა ამ მთელი სანაპიროს ჩასვლა, ამოსვლა, ჩავლა, ამოგლა ესე ვთქვათ რა. თუ აქამდე ვიყურებ და ჯერ არ გამოიწერეთ არხი, ზარისხილაკი ჩართეთ და ალაიქეთ, ეს ჩვენ დაგვეხმარება რომ უფრო ბევრ ადამიანამდე მივიდეთ და არხი გამოვიტანოთ.